მე ვარ მარიამ ფედროვი, დამწყები მეწარმე. სამეწარმეო საქმეების დაწყება არ ყოფილა სპონტანური ნაბიჯი. დურგლის სახლი, ეს არის ჩვენი საოჯახო სასტუმროს სახელწოდება, რომელიც შემთხვევითი არ არის, რადგან ბაბუაჩვენი იყო ხის ხელოსანი, ანუ დურგალი. თავისი ხელით აქვს ყველაფერი აშენებული ამ სახლში და შესაბამისად გვინდოდა რომ ეს ყველაფერი სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეზიარებინა. დურგლის სახლის მთავარი იდეა და მნიშვნელობა არის ტრადიცია. ტრადიცია შენების, ტრადიცია სტუმართმასპინძლობის, კარგი სიმღერის, რადგანაც ბაბუაჩვენი იყო ასევე მომღერალი და განსაკუთრებით უყვარდა გურული ფოლკლორი. განსაკუთრებული მოგონებები გვაკავშირებს ამ სივრცესთან და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი პირვანდელი სახით შევინარჩუნოთ. მე ძალიან მიყვარს კულინარია, ჩემი დაც ძალიან კარგი კულინარია, დედა ჩემიც და მოკეთ ეს თაობებით ზუსტად ვსვავთ ხოლმე გემოებს. ბებია ჩვენი აკეთებდა საოცარ საცივის საკმას ასევე, რომელიც ნებისმიერ სხვა კერძს მე აგემრიელებს. ამ პროექტის საშუალებით მივიღე ყველაზე მთავარი ცოდნა, რომელიც ყველა იმ ქაოტური იდეის დალაგებაში დამეხმარა, რომელიც მანამდე მქონდა თავში. და იმედი მაქვს ეს ჩემი პატარა გამოცდილება იქნება სხვებისთვის мотиваცია რომ თვითონაც შეძლებენ. სამომავლოდ გეგმავთ ისეთი სერვისების შეთავაზება სტუმრებისთვის, როგორიც არის გურული ფოლკლორული სიმღერების მასტერკლასი, ასევე სანდო გიდის სანდო მარშრუტებს, რომელიც რეგიონის მრავალფეროვნების აღმოჩენას და ადგილობრივი და მცირე მეწარმეების ახალისებას შეუწყობს ხელს. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივებმა გააცნობიერონ რომ რამხელა როლი აქვთ რეგიონის გაცნობის პროცესში სხვა ადამიანებისადმი. აი აქ განსაკუთრებით გულიმწყდება, რომ გურული ადგილობრივი ჯიშები, რომელთაც აქვს ძალიან კარგი პოტენცია და არიან ადგილობრივი მეწარმეები და მეღვინეები გურიაში, რომლებიც ამზადებენ საკმაოდ კარგ ღვინოს, ამისი პოპულარიზაცია რაღაცნაირად არ ხდება ხოლმე. ვფიქრობ, რომ ჩვენ სივრცეშიც აი ამ ხაზს სრულიად ესეთი ნახევრად პროფესიონალური მიმართულებით ღვინის აგემოვნების და განსაკუთრებით გურული და დასავლეთის ჯიშების დაგემოვნების მასტერკლასებსაც შევთავაზებთ სტუმრებს, რაც ძალიან საინტერესო პროცესია მინდა გითხრათ.